ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, პანდემიაა და ძალიან ბევრი ადამიანი გაგვაჩერეს, დაგვსვეს სახლში და სამუშაოს პირობები აღარ გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტე და მედო ინტერნეტში ჩემი ნაწარმი და ბევრი მეგობარი წერს, რომ ვაჩვენო ის. და ამიტომ ვიწყებ ახლა მიმოხილვას ჩემი ნაწარმისას. თუ ვინმეს რამე მოგეწონებათ, რუსთაველებს შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონზე 593 51 32 90. აი ახლა გამოჩნდება ის ნაწარმი, რომელიც გამზადებული მაქვს და რომელიც გაყიდვაში მაქვს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ესენი არის სამაჯურები ტყავის საათებისთვის. არის სხვადასხვანაირი, არის ფასების მიხედვით 12-დან 20 ლარამდე. შეგიძლიათ ყველანაირი სახის, ყველანაირი ზომის შეკვეთა და დამზადებაც შეგვიძლია და მოწოდებაც. აი ესეთი სამაჯურები გვაქვს. აი სადა სამაჯური, მაგალითად შავი, თეთრი ძაფით არის შეკერილი, ყველა არის ნატურალური ტყავი, გამძლე და გასიამოვნებთ დიდხანს. და არა ჩინური ნაგავი, რომელიც ორ კვირაში გადასაგდები ხდება. აი დაათვალიერეთ. აი ესენია სამაჯურები, ამჟამად შეგიძლიათ შეკვეთების მოცემაც. ახლა გადავიდეთ სხვა წვრილმა ნაწარმზე. არის აგერ ბარათების ჩასადები, რამდენიმე ბარათი ეტევა, ბევრს უნდა თხელი, საზაფხულო ვარიანტი, რომ საროჭკის ჯიბეში ჩაიდებს, მშვენივრად მოისახურება. გასაღების ჩასადები. გასაღები იდება მშვენივრად, რა თქმა უნდა დიდ გასაღებებზე არ არის ლაპარაკი. ეს კიდე საზაფხულო საფულე, რომელიც ქამარზე კეთდება და ძალიან კარგია. ძალიან მოხერხებული ფული მოკეცილი იდება, წინ სახურდი აქვს. აგერ გაჩვენებთ. წინ პატარა სახურდი აქვს, აი ესეთი. და კიდე ფული მოკეცილი იდება. აი ესეთი ვარიანტია. გვაქვს ასეთი ცოტა მოზრდილი გასაღებების ჩასადები. ასეთი ქისები, ვისაც რაში უნდათ გამოიყენებენ ესეთი. ტელეფონის ჩასადებები. ეს პატარა ტელეფონის ჩასადები. აი ესენი კიდევ დიდებია. აი ესეთი ვარიანტები. აი ესეთი და აი ესეთი. მას დიდი ქამარიც აქვს, შეგიძლიათ ჩამოიკიდოთ. ამაში კიდე ფულიც ჩადის და ყველაფერი. აი ეს საფულეებია, რომელიც ქამარზე კეთდება. აი ეს კიდე მოზრდილი ჩანთა. ნუ ტელეფონიც ეტევა და ყველაფერს ჩადებთ. ახლა კერძოდ საფულეებზე გადავდივარ. აი ესეთი პატარა ვარიანტები მაქვს, რომელიც ძვირი არ არის, 15 ლარია ესეთი. აი ესეთი კიდევ 15 ლარად. საბუთების ჩასადეს მარტო ბარათების ჩასადებია. აი ეს არის საზაფხულო ვარიანტი, ინტერნეტის მიხედვით გავაკეთე. აქ იდება ბარათები, მოკეცილი ფული და მშვენიერი ვარიანტია. ყველა ეს არის ნატურალური ტყავი. არის ლაიკის ტყავის დამზადებული ძალიან თხელი საფულე. არიან ისეთი ხალხი, ვისაც მოსწონს ასეთი ძალიან თხელი საფულეები. შეგიძლიათ ჯიბეში ესეც კი ჩაიდოთ. იმდენად თხელია, მაგრამ გამძლე. ეს სათვალის ჩასადებია, ბევრს უნდა ტყავის სათვალის ჩასადები. მე არის ესეთი ახალგაზრდა ბიჭებს მოსწონთ ძალიან ესეთი საფულეები. აქვს სახურდე, აქვს ბარათების ჩასადები. შეგიძლიათ ფული მოკეცილი ჩადოთ, ძალიან მოხერხებული და თხელია. მაქვს სახურდის გარეშე ბარათების ჩასადები და ფულის ჩასადები.
არის ასეთი საფულე კიდევ თხელი ტყავიდან დამზადებული, რომელსაც სახურდეც აქვს და კარტების და ყველაფრის ჩასადები აქვს. და მერე იწყება ასეთი საფულეები, მაგალითად ეს არის სახურდით ბარათების ჩასადები და უკან ფული იდება, ასეთი ვარიანტებია. თხელები და ძალიან კარგებია. გაგიძლებთ, გასიამოვნებთ. დროთა განმავლობაში კიდევ უკეთესი გახდება. ამას სახურდი არ აქვს. არის ესეთი მწვანე ტყავით დამზადებული ძალიან კარგი რაღაცა. შემდეგ მოდის უკვე გართულებული სტილის საფულე, ბევრი ჩასადებებით და ესეთი. აქედან ღია ის აქვს. აქ შეგიძლიათ ბარათები ჩადოთ, აქ შეგიძლიათ ბარათები ჩადოთ, აქ შეგიძლიათ ბარათები ჩადოთ, რა ვიცი, რაც შეიძლება და სახურდე, მოზრდილი, კარგი. და უკან ფულის ჩასადები აგერ. ესეც კაი რამეა. მაქვს კიდევ ძალიან პოპულარული საფულე, რომელიც ძალიან ბევრი იყიდება. ესეთი სტილი, თხელი ტყავი და სამად იხსნება. აგერ ამას აქვს ბარათების ჩასადები სამ ადგილზე 1, 2, 3, რამდენიმე ბარათს თავისუფლად ჩადებთ, ხურდა იდება აგერ ზმეიკად და აქ უკან ფული იდება ძალიან პრაქტიკულად და კარგად, მოხერხებულად. ესე სამად იკეცება, ზომაში პატარა და ძალიან მოხერხებული. შემდეგ მოდის ეს, რომელიც ახლა ახალგაზრდებს მოსწონთ, მაღალი საფულეებია. ზუსტად ფული რო იმართება აქ სიმაღლეში და არ არის საჭირო არაფერი მეტი. აგერ აქ სახურდე დიდი ზმეიკით არის. აქეთ-იქეთ შეგიძლიათ, რა ვიცი, პატარა ცოტა მოცულ ტელეფონის ჩადება და ბარათების ჩადება. აქეთაც საბარათეები აქვს კიდევ. მერე მაქვს ესეთი საფულე თხელი ძალიან კარგი რაღაც არის, ვისაც თხელი საფულები უყვარს, ძალიან პრაქტიკული და ძალიან მაგარი რაღაც არის. და უკვე მოზრდილი საფულე, რომელშიც პასპორტი იდება დიდი საზღვარგარეთის, აქ ფული თავისუფლად თავსდება ბლომად, აქ პასპორტი ეტევა, აქაც შეგიძლიათ რამე ჩადოთ, აქ ზმეიკა აქვს, აქ ბარათის ჩასადები, აქეთაც ბარათების ჩასადებია და ძალიან კარგი ტყავია სხვათა შორის. ძალიან ლამაზი. და ეს ერთი მაქვს ქალის საფულე. აგერ ასეთი განყოფილებებით არის. ბარათების ყველაფრის ჩასადები აქვს. ტყავია ძვირფასი ძალიან. ფასები არ მithქვია და გეტყვით საშუალოდ ფასები რამდენია. ყველაზე დაბალი სამაჯურის ფასებიდან დავიწყოთ. სამაჯურის ფასები მაქვს 12-დან 20 ლარამდე. სულ ყველა ტყავი აბსოლუტურად. არის ესეთი ბრასლეტის სტილის ტყავის სამაჯურები, ზოგს უყვარს, ესეთი შეკვეთებითაც ვიღებ ხოლმე როგორცაც მეტყვიან. ესენი 10-15 ლარები ღირს. ხო, ეს გასაღების ჩასადებები 15 ლარი ღირს. ესეთები 15 ლარი. ასეთი 20 ლარია. შემდეგ საფულეები იწყება 25 ლარიდან. უკვე ამის გარდა ემებს არ გულისხმობ, ისინი 15 ლარიანებია. უკვე ემებს გულისხმობ, აქედან 25 ლარიდან იწყება ესენი და 30 ლარები. მერე ეს არის 40 ლარიანი, ეს 45 ლარიანი, ეს 35 ლარიანი, 55 ლარიანი, 40 ლარიანი და 55 ლარიანი. ესეთი ფასები გვაქვს. შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონზე 593 41 32 90. და კი პასუხებს შეკითხვებზე. გეტყვით, სად შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი ეს. მადლობთ ყურადღებისთვის, ვინც მიყურეთ და კარგად ბრძანდებოდეთ.